მეგობრებო, უნდა შემოგთავაზოთ ახლა საერთო გაშლა ეს თემატიკით. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი და თქვენი თავი და გავიგოთ თქვენზე საუბრობს თუ არა ვინმესთან კონკრეტულად თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, პარტნიორი, საყვარელი ადამიანი და რას საუბრობს თუ გაინტერესებთ ეს თემატიკა. გავაკვირდეთ ახლა და ყველა ვარიანტში ლაიკები არ დაგეზაროთ, გულები აუცილებლად გამოწერა ჩემი გვერდის, დააჭირეთ ფოტოზე პლუს და გამოიწერეთ, ვისაც ჯერჯერობით გამოწერილი არ ყავართ. ასევე გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდიც, საინტერესო გაშლები მაქვს იდეაში და გეგმაში უახლოეს პერიოდში კონკრეტულად YouTube-ზე, რომელსაც იმხელა განვრცობითად TikTok-ზე ვერ ავტვირთავ, შესაბამისად ის გვერდიც გამოიწერეთ. ლინკი და Telegram-ის ლინკი, სადაც პირად გაშლებს ვაკეთებ, არის ორივე ჩემი გვერდის ქუჩივე ფოტოს ქვეშ. დააჭერთ, განვიხილოთ. გამოიწერთ. ან მომწერთ. წავედით, ახლა გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ხდება ეხლა ამჟამად თქვენ ურთიერთობაში. როგორ მიმდინარეობს ურთიერთობა, რა ენერგეტიკა გაქვთ ურთიერთობაში. 10,000-იო მეუბნებიან. რეზლის მეფეთ არ წარმოადგენელი ადამიანი, შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენდეს, რომეტილ ტაროზე გიკეთებთ ამჯერად ამ გაშლას, შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენდეს, იყოს ვერძილომი ან მშვილდოსანი. მაპატიეთ. ან ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან მიმზიდველი, შარმიანი, ქალების გულთამპყრობელი გაშლა არის ორივე სქესისთვის და მამაკაცებმა როგორც ყოველთვის თქვენ თავზე მოირგეთ ეს გაშლა, შეაბრუნეთ, ასე ვთქვათ. ძალიან ცეცხლოვანია, ძალიან მომუშავე ტიპაჟია, უყვარს თავისი ენერგიის ჩადება, ერთ ადგილას ვერ ისვენებს, შესაძლებელია საკუთარი პატარა ბიზნესიც აქვს, ან პატარა შეპუს, ან რაღაცა თავისი საქმიანობა, სადაც ენერგიას დებს ხოლმე მაქსიმალურად, მაგრამ მეფეა, ეს არ არის პრინცი. ეს არის უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი, თავისი ჩამოყალიბებული სტილისტიკით, შარმით, მიმზიდველობით, ცეცხლოვანებით და ასე შემდეგ. ადამიანი დიდი ალბათობით არის დაოჯახებული, ან დაოჯახებულია ეხლა ამჟამად ვინმე სხვაზე, ან დაოჯახებულია თქვენზე. საინტერესო. ან უბრალოდ აქ საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ მას წარსულში ყავდა ოჯახი. და არ ვიცი, არ შედგა ან განქორწინებულ მდგომარეობაშია. სამიან ჟეზლით ურთიერთობა თქვენი არის პროგრესისკენ მიმავალი, ასე ვიტყოდი. ეხლა შეიძლება ურთიერთობა ყალიბდება, ან ასე ვთქვათ, დიდი რაღაცა საუკუნოვანი წლობის ურთიერთობა არ გაქვთ, თუ ოჯახის წევრია კონკრეტულად თქვენი, მაშინ ეს არის ახალი ჩამოყალიბებული ოჯახი, სადაც ჯერ კიდევ თითოეულმა ერთმანეთის მინუს პლუსები ბოლომდე არ შეგიცნიათ და არ გისწავლიათ. სწავლობთ ეხლა ერთმანეთს, ერთად ურთიერთობას, ერთმანეთთან რა შეიძლება, როგორ შეიძლება და პროგრესირებას განიცდის, ასე ვიტყოდი, თქვენი ურთიერთობა. დამივარდა სამივე პენტაკლი, ეს არის ერთმანეთის ურთიერთობის შესწავლა, მუშაობა ამ ურთიერთობაზე პროგრესირებისთვის. ანუ ორივე მხრიდან არის ეს თემატიკა, ორივე მხრიდან არის პროგრესირებისთვის ენერგიის ჩადება, თუმცა უმეტესობა და დიდი ნაწილი უფრო თემატიკაში არის, სადაც არის სასიყვარულო სამკუთხედი, ან ეხლანდელი მეუღლე ყავს მას, ან ყოფილი მეუღლე ყავს, რომელიც რაღაცნაირად პრობლემას ქმნის თქვენ ურთიერთობაში, ხინჯს ქმნის, ხმალს გიყრით მასთან, ასე ვთქვათ, გინდათ თუ არ გინდათ მისი ყოფილთან პერიოდების განმავლობაში შეხვედრა, კონტაქტი, მისი კონტაქტზე გამოსვლა იქნება თუ მისი ქმედებები, მოკლედ. არ ვიცი, ხანა დამეცხო, რაღაცა ესე ნერვოზი გემართებათ, ჭიანჭველები დაგდით, როცა ეს ქალბატონი კონკრეტულად ან ეს მამაკაცი კონტაქტზე გამოდის, თუნდაც შვილის ნახვის გულისთვის, თუნდაც ალიმენტის გადახდის გულისთვის. რაღაც 1000 დეტალებია, ყოველას თქვენი გაქვთ. ბევრი ხართ ახლა ამ გაშლაში და ამ დეტალებს აღარ მოვყვები, რომ დრო გვეყოს, გავიგოთ თქვენზე საუბრობს თუ არა ეს ადამიანი, თქვენ ზურგს უკან ჩათვალეთ, რა ვიცი, როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ, საერთოდ თქვენზე თემატიკა ვინმესთან აქვს თუ არა მას. საუბრობს თუ არა თქვენზე. 3,000-იო.
ესე იგი ჯერჯერობით აჩვენებენ, რომ მაინდა-მაინც თლად გამხელილი თქვენი ურთიერთობა არ არის და ურთიერთობაში წარმოადგენთ მეორე მაღალი არკანით ქურუმი ქალი არის ეს არის საიდუმლოების ამომცნობი ქალი ამ ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის რაღაცა მასწავლებლის როლშია და თავადაც სწავლობს ბევრ რაღაცას ჯერ კიდევ შეიძლება ეზოთერიკა გხიბლავთ ნუმეროლოგია, ტაროლოგია, ფსიქოლოგია, ძალიან განსწავლული ქალი ხართ ამ მხრივ, ეზოთერიის მხრივ და კიდევ აგრძელებთ ამ თემატიკით შესწავლას, ანუ ძალიან დაინტერესებს. ასევე ასტროლოგია ვთქვი. ხო, ანუ აი ესეთი ძალიან მისტიურობების მცოდნე და ასე ვთქვათ, ბევრი კითხვაზე პასუხების გამცემის. შეიძლება კონკრეტულად ადამიანებისთვის ცემთ პასუხს, ან საკუთარ თავისთვის იყენებთ, ასე ვთქვათ, პატარა შემეცნებით სწავლას ანდომებთ თავს. ასევე არის ის, რომ თქვენი ურთიერთობა არის იმ რეჟიმში, სადაც საიდუმლო ქალს წარმოადგენთ ამ ურთიერთობაში ჯერჯერობით რთულია ამ ადამიანისთვის, რომ ხმამაღლა, ასე ვთქვათ, თქვენი წარდგენა მოახდინოს, რაც შეეხება იმას, საუბრობს თუ არა თქვენზე, საუბრობს დიდი ალბათობით სამეგობრო წრეში უფრო იქ, სადაც ზედმეტი ნეგატივი არა აქვს და იქ, სადაც შეუძლია მას, რომ აი ესე თავისუფლად გულის ნადები ძმაკაცი იქნება და ქალი იქნება, ორივე სქესისთვის არის კიდევ მეორე გაშლა, თავისი გულის ნადები, ემოციური ეს აღტაცებულობა, უბრალოდ სიტყვა შეუძლია რომ გაუზიაროს მისი ახლომდგომი, მისი გვერდზე მდგომი ადამიანების წრეს. რამოდენიმე კაცია, 2-3 შეიძლება მაქსიმუმ, სადაც თქვენ ურთიერთობაზე ძალიან აღფრთოვანებით საუბრობს და ყვება თქვენ სილამაზეს, თქვენ სიძლიერეს, თქვენ შესაძლებელია ინტერნეტში ბრჭყვიალს, ეს არის 21 მაღალი არკანი სამყარო, რომელიც არის ინტერნეტის კარტი, შეიძლება რაღაცა სოციალურ ქსელებს, ბლოგებს მართავთ და იქაც მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, თქვენი რეკლამირება, რომ აი როგორი ლამაზი ფოტოები აქვს, არ ვიცი, ლამაზი მიდგომა აქვს, სარეკლამოთ როგორი კარგია, არ ვიცი, მოდელობას მიმართავთ, რას მიმართავთ, ყველას თქვენი გაქვთ ახლა. შეიძლება რამე თქვენი საქმე გაქვთ, რასაც კონკრეტულად სოციალური ქსელებით რეკლამირებას უწევთ და ამ ყველაფერზე, ასე ვთქვათ, პატარა წვეთით თავისი წვეთებიც, ასე ვთქვათ, პლუსის თქვენ რეკლამირებას კომენტარი იქნება, დალაიკება იქნება თუ ასე შემდეგ ახერხებს და აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ისეთი რომ გითხრათ, რომ ოფიციალურად თქვენზე საუბარი, თქვენ ოჯახის წევრებზე, მის ოჯახის წევრებზე თქვენზე საუბარი ჯერჯერობით კონკრეტულად ასეთი არ ხდება, თუმცა თქვენი ურთიერთობა სწრაფ წინ მავალია, 7-იან მაღალი არკანით. ამ ადამიანს საჭი აქვს აღებული ურთიერთობაში, იცის რა მიმართულებით წავიდეს, აგერ კონკრეტულად რომანტიულ ტაროზე შემომჯდარი წყავს თავისი საყვარელი, ასე ვთქვათ, ქალბატონი, თივაზია თუ რაღაცასი არ ვიცი, წამოწოლილი და საჭეს მართავს მამაკაცი. ამ ურთიერთობაში მთავარი გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, ფიგურა და მიმართულების მიმცემი არის მამაკაცი, შესაძლებელია მამაკაცს ყავდეს მოსერო სერიდან თეთრ ფერებში გარდამავალი ავტომობილი. მაგრამ ყოველთვის არ არის საკურელი საერთო გაშლაში, ეს უბრალოდ დამატებითი დეტალია იმისთვის, რომ მიხდეთ რამდენად შეიძლება რომ თქვენი გაშლა იყოს. ამ მამაკაცს უკვე ასე ვთქვათ, ფონი იმისი, რომ მისია ეს გოგო და მოგდებული ყავს გვერდზე და მასთან ერთად უნდა იაროს წინ ცხოვრების გზაზე, თუ გადაადგილება კონკრეტულად შეიძლება შემოგთავაზოთ კიდევაც. ეს იქნება ერთად დასვენება წელს სამოგზაუროდ სადმე წასვლა, თუ შვებულების გატარება, თუ ემიგრაციაში წასვლა, თქვენთან ერთად სიარული უნდა კონკრეტულად უკვე გადაწყვეტილი აქვს მას, 4-იანთასით ემოციურ ფონს გაჩვენებს და ასე ვთქვათ, ძალიან დადებითი ფონია ეს მისი მხრიდან, თუმცა ჯერჯერობით პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მისგან არ არის, იმიტომ რომ ახალი ეტაპია კიდევ ვიძახეთ თქვენ ურთიერთობაში, რჩება თქვენთვის დაანგრიეთ ძველი სტერეოტიპები მამაკაცებთან მიმართებაში, გაარღვიეთ ჯაჭვი, რომელიც გაკავებთ ურთიერთობისთვის და დაალაგეთ და დაგილაგდებათ ურთიერთობა ძალიან კარგად. მე-9